ეს რუსთავიდან იყო, ესე იგი, ვისაც ველაპარაკე რუსთავიდან იყო. ის იყო თბილისიდან, ეხლა ეს ნახოთ საიდან არის და ჩემი დრო ციწურება, იმიტომ რომ დიახ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. მე ზაღლის თაობაზე გირეკავთ, ზარი იყო შემოსული. დიახ, დიახ. რომელი ზადებ, აბა ვილაპარაკე ჩვენ უკვე თუ არა? რომელი ზაღლია? თქვენი სახელი გამახსენეთ, აბა? იაკობი. გამარჯობა, ხო გამახსენდა ეხლა, გამარჯობა. მოკლედ მე ესე იგი თუ სწორედ გავიგე, ეს ზაღლი რამდენი ხანია თქვენთან შემოვიდა ეზოში? ახლა ზუსტად არ ვიცი მე, მაგრამ ერთი 7 თვე 8 თვე კი იხება. 7-8 თვე არის თქვენთან არის კაცო ეს ზაღლი? ხო. და მე 7-8 თვე თუ არის, ესე უცებ ვერ დაყრიდა ეგ ლეკვებს. ესე იგი თქვენთან რო იყო, მაშინ შეჯვარდა სხვა ზაღთან ეთყობა როგორც ჩანს. კაცო, შეიძლება კაცო მანამდე იყო, მაგას ახლა ვერ ავიცი ახლა მე ესე. არა, მანამდე მაგეთ ვერ იქნებოდა, იმიტომ ზაღლის მშობიარობა ზაღლის ორსულობა მხოლოდ 62 დღე გრძელდება, ჩემო ბატონო. 62 დღე ხო და თუ ეხლა დაყარა ლეკვები, ხო? მაშინ ესე იგი ეგ ზაღლი თქვენთან რო შემოგეკედლა, თქვენთან რო მოვიდა, მაგის მერე დაორსულებულა. მაგის მერე. კარგით, ესე იგი ეხლა ხო და შეიძლება ასე იყოს, შეიძლება ისე იყოს, ჩემ მეგეუნები დაახლოებით და ხომ ზუსტად არ ვიცი რიცხვი და დაახლოებით ასე იქნება. გასაგებია. ესე იგი ზაღლი მოვიდა თქვენთან, იყო 8 თვე, დაყარა ეხლა ლეკვები, სახლის ქვეშ არის, ხო ეს ლეკვები? ხო და სახლის ქვეშ არის, ხო? მოგვიანებთ. ნახევარი მეტრი არის. ია და მე არ შემიძლია თუ შევძლე დავიჯახ ხომ ეგ არ შემიძლია. ხო და გასაგებია. ესე იგი ლეკვების რამდენი ლეკვი ყავს დაყრილი, ეგაც არ იცით, ხო? არ ვიცი. და თქვენ რო დაყვებათ ეგ ზაღლი ხომ მითხარით რომ მე რო გამოვდივარო სახლიდან რო გამობრძანდებით ეს ზაღლი არ გშორდება თქვენ მოყვებათ უკან ხო დედა ზაღლი კი მოყვება ხო და მაშინ ვინმე რო შეძურეს იქ პატარა ვინმე რო შეუშვათ ტანის ადამიანი რო შეუშვათ იქ სახლის ქვეშ ბელეტაჟის ქვეშ ვერ ნახავს იქ ლეკვები რამდენია რომ დაგეხმაროთ ამ ლეკვების გაჩუქებაში კაცო მე ვიცი რომ ზაღლებში კაცო არიან ისე კიდელები იხდიან ათასობით და მე არ მინდა 1000 თვითონ მოვისაი დაინტერესებული ლეკვი უნდა თუ დიდი უნდა მოვიდეს კაცო მე კაპიტანი და როგორ წაიყვანო ნახიდან კაცო მე რა ვქნახეს ეს ხო არა ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ ჩემო ბატონო რამდენი ლეკვი არის თორე მე დაგეხმარებით ამ ლეკვების გაჩუქებაში სად არის ეს ტერიტორია დუშეთის რაიონია ხო როგორც ვიცი გითხარით ჩემოს მოისები დუშეთის რაიონი სოფელი ჩანადირთკარი სოფელი ჩანადირთკარი კი ბატონო სურათები თუ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ამ ლეკვის სურათები რა მაგიტომ გეუბნებით და სურათები ვერ ხედავ ავტორს და სურათი არ გადაუღოს დავას ვერ ხედავ კაცო ეს ის არა მამა იაკობ ეხლა უყურეთ ზაღლი ხო გამოდის მაქედან დედა ზაღლი ხო გამოდის სახლის ქვეშ და ქვეშ ხო არ არის ხო გამოდის რომ საჭმელი ჭამოს რომ მე ძუძუ მოვაწოვოს თავის ლეკვებს გარეთ რომ გამოვა ეს ზაღლი გარეთ რომ გამოვა თქვენთან ერთად თქვენ რომ მითხარით რომ მე რომ გავდივარო ეს ზაღლი სულ მე დამყვება ხოლმეო მე დამყვებაო აი თქვენ რომ გამოხვდა სანამ ესე მაგალითად მაშუტკაში სანამ თავ ჩავიზები მომყობ ცენტრს დავდე მე ესე გერო ჩავიზები მაშუტკაში თუ თავში პროვაზაში მე მოდის დუნდება მოდის ისევია სახში ესე იგი მარშრუტკაში თქვენ ესე იგი რომ გამოდიხართ სახლიდან მარშრუტკამდე გაცილებთ ზაღლი ხო ხო და ეს მარშრუტკის გაჩერება რამხელა მანძილით არის მოშორებული თქვენი სახლიდან დაახლოებით 1 კილომეტრი 1 კილომეტრი ხო მე უყურეთ 1 კილომეტრზე რომ გაცილებთ ზაღლი მოდის თქვენთან ერთად მოდის ზაღლი გაცილებთ მანამდე სანამ თქვენ ჩაძრებით მარშრუტკაში და წაბრძანდებით ზაღლი მერე ხო ბრუნდება სახში მიდის ისე უკან ხო თქვენთან კი ხო და აი მაგ დროს ვინმე რო შეძურეს და ნახოს რამდენი ლეკვი ყავს რომ გადაუღოს სურათები ტელეფონით არ არის მასეთი არავინ ვინ არის ახლა ასეთი სოფელი დაცარიელებულია და ახლა ვინ არის
ასეთი ტელეფონი კიდევ კონდეს მასეს გადაუღოს ეს იქ აქ არის და რა ამახლოში და რა ვიცი ახ ვიზას ძველიჩო და თქვენ მარტო ცხოვრობთ მამა იაკობ მათ ბატონო მარტო ცხოვრობთ მარტო ცხოვრობ კი აჰა და კარგით მაშინ რაღაცას მოვიფიქრებთ მე გამოვაგზავნი მაშინ მათ გამონაკლისის სახით გამოვაგზავნით ჩემს ჯგუფს და ვეცდებით რომ გადავიღოთ სურათები მაგ ძაღლის და რა ძაღლი არის დიდი არის ტანი ძაღლი თეთრი ძაღლია თეთრი მეცხვარე ძაღლია დიდი ძაღლია და ხუთი ძაღლი ვერაფერს უშვება ხუთი ძაღლი ვერაფერს უშვება ესე იგი ქართული ნაგაზი ყოფილა და რამდენი კილო იქნება მიახლოებით რა ვიცი შეიძლება 50-60-მდე შეიძლება იყოს. აჰა. და კარგით, ლეკვებს ბოლო-ბოლო წამოვიყვანთ მაშინ მაქედან. თუ ლეკვები უკვე აღარ ჭამენ დედის რძეს და თქვენ იცით რომ უკვე აღარ ჭამენ დედის რძეს ლეკვები? არ ვიცი, ჩემოძმო მიახლეს იგი, რა ვიცი, შედის იქ ლეკვებთან შედის და. მაინც მიახლოებით რამდენი ხანი იქნება რაც დაყარა ლეკვები ძაღლმა? როგორ? რამდენი ხანი იქნება რაც დაყარა ლეკვები? რამდენი ხანი? ერთი თვე, ნაკლები მეტი? დაახლოებით ასე თენახევარი იქნება. თვენახევარი თუ იქნება უკვე ლეკვები გარეთ უნდა გამოსულიყვნენ. მოკლედ თუ თვენახევრის არის ლეკვები მე გამოუშვებ მაშინ მანქანას და მაგ ლეკვებს თუ დედის რძეს აღარ ჭამენ მაშინ წამოვიყვანთ მაქედან და გავაჩუქებთ მაგრამ ეს ამ დედაძაღლს რა უყოთ ეხლა დედაძაღლი ხო დაგიყრით კიდე ლეკვებს კაცო მე რა გეუბნები კაცო მე ლეკვებს გეუბნები თუ მამაშო დიდი ძაღლი უფრო მარტო ხარ ეს ლეკვები კი არ მაწუხებ დიდი ძაღლიც არ გინდათ კაცო დიდი ძაღლიც აღარ გინდათ ბიჭო არც ერთი არ მინდა კაცო მე 1000 ჯერ გითხარი შემოძრო არც ერთი არ მინდა არც დიდი და არც პატარა არც ერთი სოფელში მარტო ცხოვრობო რომ მითხარით ჩემო ბატონო და იქნება ეს ძაღლი დაგეტოვა დიდი ძაღლი გაგისწერილებთ ამ ძაღლს რომ ლეკვები აღარ დაყაროს და თუ თქვენი ესეთი ერთგულია ეს ძაღლი მარშრუტკამდე მიგაცილებთ მე ესე უკან მოდის სახში ბრუნდება სახლის კაცო სტუმარი ვერ მოდის შემოძმო ჩემთან სტუმარი ერთი კაცი თუ შეძიდა მეგობარი მოვიდა და დაკბინა კაცო დაკბინა და ამიტომ გეუბნები ესე იგი საჯიშია ჩემს არ მინდა კაცო ეს ძაღლი კაცო არ მინდა არა მე რატო გეკითხები ჩემო ბატონო ძაღლი აგრესიული რო იყოს თქვენ ხომ მითხარით 1 კილომეტრიო მანძილზეო მაცილებს ხოლმეო ძაღლიო მარშრუტკამდეო და მე თავისით ბრუნდება უკანო და თავისით რო ბრუნდება ამ ხელა მანძილზე რომ მოძრაობს ძაღლი მარტო თუ აგრესიულია მაშინ სხვა ადამიანებსაც უნდა უკბინოს ხო დაესხას თავს ხო და მაგას გეუბნები დაკბინათ ხო კაცი თქვა და მეტი რაღაც ითხრა ახლა ესე იგი მაინდა-მაინც უნდა შეჭამოს კაცო ხო და დაკბინა კაცი მეგობარი ჩემი დაკბინა და გავიგე მამაო გავიგე მაგრამ მე მაინტერესებს სხვა ადამიანებს რატო არ ერჩის რატო რაღა მაინდა-მაინც ის თქვენი მეგობარი დაკბინა შენი შემოვიდა ეოში ეს არის და იმან ესე იგი შემოვიდა ეოში და გარეკანა უკბინა ესე იგი არისო და იმან და შემოვიდა ეზოში და ძაღლმა რო დაინახა უცხო ადამიანი ეზოში შემოსული გაექანა და უკბინა ხო? ხო და თქვენ როგორ ფიქრობთ აბა რა უნდა ექნა ძაღლს უცხო ადამიანი რო დაინახა ტერიტორიაზე ყველა მხარისი სახლ ესე იგი ახლა ეს ძაღლი ხანდახან შიგნით არის ხო და შემოვიდა ეს ადამიანი ვინც უნდა იყოს და შერო ესე იგი უცებ იმა მხარისი ძაღლი არის ახლა კაცო ხო და შემოვიდა და მე რაღაცა მოხდა შემთხვევაში რა ვქნა მე მაშინ კარგით მე რა მაინტერესებს რო უკბინა იმ ძაღლმა რო უკბინა ეზოში შემოსულ თქვენ მეგობას თქვენ რო გამოხვედით მე ამ ხმაურზე ძაღლმა გაანება კბენას თავი და შერცხვა თუ რა ხნა ბიჭო მე გავადი კაცო გაში და ესე კიდე გამოვი აბარასვისამ აბარასვის ხვაშავაჯი მე ხო და თქვენ რო გამოხვედით თქვენ დაგემორჩილა ძაღლი რო უთხარი გაანები აღარ უკბინო რა თქმა უნდა ხო აი ხედავთ ესე იგი თქვენი ერთგულია ეს ძაღლი თქვენ როგორ გიჯერებთ ხედავ ეს ერთგულება არ მინდას მო ესე იგი მე მეშინი აივის ვიღაცას კაცო არ უკბინოს ისე არ დაამახიდოს მამაო მომისმინეთ ერთი წამი მამაო ძალიან გთხოვთ ეხლა მე ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი ვარ და თქვენ კიდე სასულიერო პირი ხართ ხო კაცო ხო და თქვენ ხო ყველაზე კარგად უნდა იცოდეთ ერთგულების ფასი ის რომ ეს ძაღლი თქვენთან რომ არის თქვენ რომ ერთგულად გემსახურებათ კაცო ეს ძაღლი
ესე იგი ეს რაღაცის ნიშანია, ხო, ღმერთის ნიშანია ალბათ, ხო, მოვიდა ძაღლი, უცხო ძაღლი, 8 თვეა თქვენთან არის, თქვენ გამოგიცხადათ ერთგულება, თქვენ გემსახურებათ, თქვენ ეზოს იცავს, გაცილებთ მარშრუტკამდე, მერე სახში ბრუნდება ისე უკან, ხო და ეხლა რა ვიცი თუ მაგ ძაღლის მოშორებით უფალი არ გაგინაწყენდეთ, მამაო და თქვენ რა ვიცი მგონი ეხლა ჩემი დარიგება არ უნდა გჭირდებოდეთ მაგაში, რა ვიცი, თქვენი გადასაწყვეტია. შენ ახლა მე ჩემურგეთი რომ არ შეუნები. ესე იგი, რადგან ჩემი ერთგული არის, ამისათვის მე ფეხებზე დავიკიდო ბოდიშვანის ყოლია, ვისაც უქმეს ქალს თუ კაცს, ესე იგი, ამას მეუნები? არა, მათ ხო ეზოში რო შემოვიდა, დაუკითხავთ, ხო? ეზო დაიცვა ძაღლმა და თქვენი ერთგულება ამით დაამტკიცა. თქვენ მეგობარს ხო არ იცნობ და ეზალ ხო პირველად ნახა? მომისმი, ახლა პირდაპირ მე ვარ პენსიონერი, ცხოვრობ ღარიბულად. ახლა მე ესე რა არაფერი საშიში მე არა მაქვს, ფული მე არა მაქვს, მოხო მე არა მაქვს და რა შემჭირდება ეს ძაღლი გასვავს? რა შემჭირდება მითხარ? ჩვენ დაგეხმარებით მაგ ძაღლის საკვებს ყოველთვე ერთ ომარას გამოგიგზავნით შავსაკვებს. თუ ესე იგი თქვენ გადაწყვეტავთ, რომ ეს ერთგული ძაღლი დაიტოვოთ მათ თქვენ და გყავდეთ და ლეკვებს ამოვიყვათ, ამ ძაღლსაც გაგისტერილებთ და იქნება და გეყოლებათ და საკვებითაც ყოველთვე დაგეხმარებით, სანამ ეს ძაღლი ცოცხალი იქნება. არ მინდა ჩემო ძმაო, არ მინდა საფრთხეების მე ვერიდებ იმას, რომ კაცი ვინმე არ დამიტკბინოს და მე ჩავარდები შაში, კაცო. აგერ ფაქტი ნახე ერთი. აი ფაქტი კაცი აგერ ისე ვაშკაცი კაცი 2 მეტრიანი კაცი ესე იგი დაგკბინოდა. ეხლა დაინდამაინც ესე იგი უნდა შეჭამოს კაცი იმანდამაინც კაცო. არ მინდა ეს. არა, მომისმინეთ, მამაო, მომისმინეთ ერთი წამით, რა მინდა გითხრათ, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით და მოწიწებით გეუბნებით. ეს ძაღლი სხვა ადამიანს ქუჩაში რო გადის მარტო თქვენ რო მარშრუტკამდე გაცილებთ 1 კილომეტრი მანძილზე სახლიდან ხო მითხარით მარშრუტკამდე მაცილებსო მერე უკან ბრუნდება ისევ სახლშიო აი როცა მოძრაობს ქუჩაში სხვა ადამიანს თავს ეს ხმის ჩემთან როცა ვეცი და ჩემთან მომყოფ ესე მაშინ ადამიანი ჩემთან რომელიც ახლოს თუ ახლოს მონდა დააპირა ვინმე უღრეს ყველას უღრეს, რატო უღრეს? იმიტომ თქვენ გიცავთ ეზალ თქვენი ერთგულია გასულ, მაგრამ როცა თქვენ მაგრამ როცა თქვენ ხართ იქ და როცა თქვენ ხართ იქ, როცა კარგი ახლა თქვა სიტყვაზე და არ მოეწონა ვიღაცა მე მივიდივარ ქუჩაში ესე იგი და შევხვდა წინკაცი და მე მაგალითად მოვიდა და ამ კაცმა ჩავამართვა ხელი. და ერთმა კიდე უკმინა. მაშინ რა ვქნა მე? ასეთი შემთხვევა ხო არ ყოფილა, როცა თქვენთან არის ზაღლი. ასეთი შემთხვევა იყო ეს გეუბნებით რომ ეზოში მოვიდა ის კაცი და უკმინას ხო და ეხლა მაინდამაინც ესე იგი უნდა მოხდეს ეზოში რო შემოვიდა კაი ეხლა ჩვენი საუბარი უაზრობას ემსგავსება უკვე კაც მე კარგი წამოვიყვათ მაგ ძაღლსაც წამოვიყვან დედა ძაღლსაც წამოვიყვათ მაგრამ მე რა თქვენ ღმერთის წინაშე მართალი იქნებით წამოვიყვათ მაგაზე გიფიქრია, დაფიქრით, აბა ნახეთ, კაცო. იმიტომ ზაღლი რომ მოვიდა, რაღა მაინდამაინც თქვენთან მოვიდა ამ ხელასოფელში ეს ზაღლი. 8 თვის წინ მოვიდა ეს ზაღლი თქვენთან. თქვენ ეზოში დაიდო ბინა, თქვენ გამოგიცხადათ ერთგულება, იცავს მაგ ტერიტორიას, თქვენ გიცავთ, თქვენ არ გიკბეთ, თქვენ გემორჩილებათ ეს ზაღლი, თქვენ გიჯერებთ, ხო და ესე ხო არ ხდება ეს ყველაფერი, ხო კაცო? რაღაცის ნიშანია, ხო კაცო? ერთი რატომ მოვიდა? აბა რატომ მოვიდა მითხარით? სახლი დგას, ჩემი სახლი დგას, 9 მეტრის იციდან ზევი ხის სახლი მაქვს მე. ხო და მაგრამ ნახა ესე იგი ხავშესაფარი ქვეშ, ესე დაგები პეჩინის ბაღლა და პეჩის ქვეშ იქ ათევდა ღამეს. ალბათ ამისად სხვა არავის არა, კახალ ასეთი სახლი 20 თულიანი სახლებია და გიასაზრე ხოლმე მეღრეზე და ესე ის არავის ალბათ ახლა ნახა ხავშესაფარი ჩემთან მოვიდა იმიტომ ახლა ალბათ არა ბატონო არა მე როგორც ზაღლის სპეციალისტი ზაღლების სპეციალისტი მე გეტყვით რომ მაგიტომ არ მოსულა ეგ ზაღლი მოვიდა იმიტომ რომ საჭმელი მიეღება ხო გეუნები შეიძლება სამტრაში გადაუგდო ერთი ნაჭერი პური ხო და მაშინა ბრისტის არის ახლა მაშინა რა ხია მაშინა შეიძლება როგორ მაშინ აი სამ დღეში ერთხელ ხედავთ ზაღლი სამ დღეში ერთხელ ერთ ნაჭერ პურს რო გადაუგდებთ ესაც კი საკმარისია მაგისთვის და მთავარი მაგ ზაღლისთვის არის
თქვენ ხართ მაგისთვის თავარი. თქვენ გამოგიცხადათ ამ ძაღლმა ერთგულება, თქვენ გაღიარათ პატრონმა და გემსახურებათ ერთგულად, ჩემო ბატონო და ესე ხო არ ხდება ცხოვრებაში არაფერი ტყუილად, ხო? რაღაცა ღმერთის ნიშანია ალბათ, ხო? თქვენ როგორც სასულიერო პირთან მოვიდია. თქვენ მოგმართეთ, შემოგეცილო. არა, მე რატო გელაპარაკებ? მე წამოვიყვან მაგზარს, კაცო, წამოვიყვანთ მაგზარს, ლეგობსაც წამოვიყვანთ, მაგრამ რა ვიცი, არ იქნება სწორი საქციელი მგონი, ჩემი გადასახედიდან და. კი ბატონო. კაცო, ესა. დაგერეკავ, თქვენი ნომერი მაქვს, დაგერეკავ და მე ვეცდები ხვალე გამოვაგზავნო მანქანა. ჩემი საქციელი, ჩემო ძმო, მე ამით ვამართლებ, რომ მე ვიცავ, ჩემთვის მარტო ჩემ თავს კი არა. ვიცავ ესე რომ ვიღაცას მე არ მინდა საფრთხე შეუქმნა და კიდევ პრობლემა არ შემეწნას. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს საწყალი ძაღლი ციდან ხო არ ჩამოვარდა ეს ძაღლი, ჩემო ბატონო. ძაღლი ციდან ხო არ ჩამოვარდა. ესაც ხო ღმერთი შექმნილია, ღმერთის. და თქვენ მრევლს რა უნდა ასწავლოთ მაშინ, კაცო? რა, აი გეკითხებით, მე ვერო დავდივარ ეკლესიაში. ვასწავლი, გაუკვირდი, მე მრევლს იმას ვასწავლი, რომ ესე იგი ძაღლი, რომელიც ესე იგი უნდა იყოს მაშინ დაბმული ეზოში. ძაღლი უნდა დავაბათ მაგას ასწავლით მრევლს. რა არის? გასაგებია, კარგით, მე ხვალისთვის უნდა იყოს ვისაც უნდა ძაღლი, უნდა იყოს ეზოში დაბმული და ქუჩაში არ უნდა გადიოდეს. ეზოში უნდა იყოს დაბმული, ხო? კი ბატონო. ძაღლი ვისაც უნდა ყავდეს სახლში ეზოში დაბმული. დაბმული უნდა ყავდეს. იმას ესე იგი რა, უნდა ქონდეს იმას იმ ძაღლის სასმელი. თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი, რასაც მეუბნებით, რასაც თქვენ მეუბნებით, შეგიძლიათ მიმითითოთ, სად წაიკითხეთ ბიბლიაში ეს სად? საწერე რომელ გვერდზე წერია ეს, რომ მეც მინდა წავიკითხო. თქვენ როგორც სასულიერო პირს გეკითხებით, ერთი მითხარით. რა. რომ ძაღლი უნდა ყავდეთ ეზოში დაბმული. ესე იგი, პირველ წვი, მე ასია ბიბლიაში ასე წერია, რომ პირველ წვით რითაც, თაგვის, ძაღლის, კატაც და ცხენის და ძროხას და ყველაფერი არის ღვთისგან გაჩენილი. ასე წერია ბიბლიაში. მერე? შენ როგორ ბიბლია გინდა რომ წაიკითხო, არის შეხომე. მერე თუ ღვთისგან გაჩენილია, მოვიდა ეს ძაღლი თქვენთან კაცო, ერთგულება გამოგიცხადათ, გემსახურებათ, ერთგულად იცავს ტერიტორიას, უცხო ადამიანი რომ მოდის, მან იმას არ უშვებს ტერიტორიაზე. 3 დღეში ერთხელ ერთნაჭერ პულს რო აწვით, მაინც თქვენთან არის, ერთგულად არის თქვენთან და საფრთხეს მიქნის ის ძაღლი და დამიკვინა მეგობარი და მეც კიდე დამაშავა. მოდი თვალჯერავს და რატომ მინდა მოუშორიო, მოდი და დამინახე თვალით და გაჩვენებ ესე იგი რატომ მინდა მოუშორიო. თქვენ მეგობარს ხო არ იცნობდა ეს ძაღლი, ჩემო ბატონო? თქვენ მეგობარს ხო არ იცნობდა? ხო ვიცნობდა. მერე თქვენ რო გამოხვედით სახლიდან და დაინახეთ რომ ეზოში რო შემოვიდა დაუკითხავთ თქვენ მეგობარ და რო უთხარით ამ ძაღლს ფეხი წამოვარდნით ძაღლს, რატო უკმინეთ ჩემ მეგობარს და წაიქეცით, ხო? მაგისანა მეგობარი არ მინდა მე. მაგისანა საფრთხე. კარგით, მოდი შეხლა მე არა მაქვს ამდენი რომ ვეღარ გელაპარაკებ, თუ და გავიდეთ. ხვალ გამოვაგზავნით ჯგუფს ბატონო და ძაღლს რას ეძახით? სახელს რას ეძახით ძაღლს? არ ვიცი მე რა, არ ძაღლი ვიცი, არ სახელი ვიცი, მაგის ნაზვარი მე. არა, თქვენ რას ეძახით? თქვენ ძაღლს რას ეძახით თქვენ? არაფერს არ ეძახი, მე ძაღლს ეძახი ქუცურა. ქუცურას ეძახით. ხო და თქვენ ქუცურას წამოვიყან ჩემო ბატონო, კარგით, წამოვათ ხო და წამოვიყანთ ქუცურას, მაგრამ რა ვიცი, აბა რა გითხრა, დიდი მადლობა თქვენგან. გალოცვას რა ვიცი, არ ვღებულობ. კარგად იყავით, ნახვამდის. იცოდ. კაციშე რა, გაუთიშე რა. ბიჭო, მე არ ვიცი ახლა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ვინც ახლა აი ამ საუბარს უსმედით, ხო? მე არ მინდოდა ეს საუბარი, რა ვიცი. მაგრამ შედგა ეს საუბარი პირდაპირ ეთერში ხო და აი ეს სასულიერო პირების რა უნდა ვიცამო გეკითხებით რა. აი ესეთი მამა რო ექნება და მრევლი ეყოლება იმა რა უნდა ასწავლოს, რა უნდა უქადაგოს მრევლს და რა ვიცი. ძალიან ბნელია ჩვენს ლამა საქართველოში შემოკარგება. ამ ძაღლს სწავლა და წამოვიყვან ხო. მაგრამ წარმოიდგინე ძაღლი რომელიც 8 თვისელი მივიდა აი მამაოსთან სოფელში სადაც ყველა თურმე ორსართულიანი დიდრული სახლი აქვს და მამაოს აქვს ბელეტაჟიანი სახლი, ხის სახლი, მაინდამაინც იქ მივიდა 8 თვია თურმე იქ ცხოვრობს, 3 დღეში ერთხელ ერთნაჭერ პულს მიუგდებს, მაგრამ ეს ძაღლი ერთგულად ემსახურება, იცავს ეზოს
მამაო როცა მიდის მარშრუტკაზე თურმე სამარშრუტო ტაქსზე გაჩერებაზე 1 კილომეტრია მოშორებული სამარშრუტო ესე იგი ტაქსის გაჩერება სახლიდან და ძაღლი თურმე მიაცილებს და მე ესე უკან ბრუნდება ძაღლი სახლში და იმის გამო რომ ესე იგი ლეკვები დაყარა და იმის გამო რომ თურმე მეგობარი მოვიდა ჩემთან სტუმრათო და რო შევიდა დაუკითხავად მეგობარი ეზოში ძაღლს თურმე უკმენია და რო გამოვიდა მამაო და დაუკვირა ძაღლმა გაანება ესე იგი იმ უცხო ადამიანს თავი და ფეხი მოუქნიო და წავიხეციო მეო და კინაღო სული დავლიევა მოკლედ და იმის გამო ესე იგი ამ ძაღლის მოშორება უნდა იქიდან რა ვიცი თქვენ გასაჯეთ შემოკარგებო რა მე ესეთ ადამიანს კინა მამაო იყოს და ვინც არ უნდა იყოს კინა ჩემი გვიზლი იყოს სისხლი და ხორცი პატივს ავცემ რა მე ესეთი ადამიანს არ მწავს ადამიანი რომელიც არის ეს ერთგულების ფასი და მით უმეტეს სასულიერო პირმა ხო რა უნდა ელაპარაკო იმას კარგი დროებით ახლა კარგად იხარ წავედით და მე მძინდა ხასიათი რა